ესეთი თემაზე მინდა ლაპარაკი თუ შეიძლება, მაგრამ რაც აცდენილი ვარ პირდაპირ ეთერში. ტელეფონით გვესაუბრეთ და ტელევიზორს ნუ აქცევთ ყურადღებას. კოლმენით გვესაუბრეთ. გასაგებია, მაშინ იმას დაუწევ ხა. დიახ. ხო. ესე იგი, ცოტა ისეთ უხერხულ თემაზე ვაპარაკობ, კიდევ თქვენ ეს ეთერში ადრე ლაპარაკი რა. თუ ცოტა მოგბეზდათ კიდეც შეიძლება რა, მაგრამ ნუ არ შემიძლია არ შევეხო. რამდენადაც ჩემ თავზეც უკვე მე ვაკვირდები რომ არის იგივე პრობლემა რა, ეს ID ბარათთან დაკავშირებით რა, ანუ ძალიან ესეთი უკვე მოწვეთილი თემაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რადგანაც დავაკვირდი რომ რაც ავიღე ეს ID ბარათი თითქოს რაღაც შეიცვალა რა, ანუ თითქოს ვაფშე რაღაც სხვანაირად წავიდა რა და აი მაგიტო ეგ მინდა რომ უბრალოდ დავაფიქსირო. გაიხანე ხო? მეტი არაფერი უბრალოდ რომ ვიღაცებს არ ეგონოთ რომ ესე არ არის. ჩემი აზრია ყოველ შემთხვევაში, ჩემი დაკვირვების მერე ვარ. დიახ. მადლობა. ID ბარათი ვინ რა და როგორ მოიგონა, მაგრამ ფაქტია რომ ჩემზე იმის მერე მე რაღაცებზე აზრი შემეცვალა რა, დაბნეული ვარ ვერ ვამბობ კარგად. რაღაცა მოგაკლდა, ესე რომ ვთქვა, რაღაცა მოგაკლდა, ხო, ასე რომ. არ ვიცი, რაღაცა არ არის ეს ნორმალური რა და მე უბრალოდ ვურჩევ რა, ეხა ჩემ ხელებს 30 წლის ბიჭი ვარ, თბილისში გაზრდილი ბიჭი ვარ და სულ ამას უყურებდი თითქოს ჭორი აქვს, მაგრამ არ არის ჭორი რა. გაიხარე ძმაო, გაიხარე. არ არის ცოდვა რომ უფროს არ გარდაემატოს მადლიო, ნათქვამია. ანუ რაც გინდა ცოდვა იყოს, მადლი მაინც აჯობებს და მაინც უშველი, ზოგადად თავი სინანულის შედგება. ჩვენც ამ სინანულისკენ არის რომ მოვუწოდებთ ადამიანებს და გვინდა რომ ჩვენი ქართველობა ისე მცირე რიცხვოვანი ვართ, რომ არაფრით არ იყოს ზედმეტად ესე მხედრები ვართ რა. მეც რა მინდა გითხრათ რომ მეც აი მადლობა ზარეს. მაგრამ მსგავსი რაღაცა გაიხარე, მადლობა დაც გაიხარე. ძალიან ფსიქოლოგიურად არ იყო თქვენ ცოტა შეცვლილი ხართ, ლათესე დაცემა არის ეს ყველაფერი, მაგრამ არც ისეთი არა რომ ასეც ასე. აბა დაიწყე ახლა შე გამართლება ცოდვის. თუ დაცემაა, ჩემო გიორგი, ესე იგი ამას უნდა მონანიება და არა გამართლება. პაისის და მის თემის აგონაცვალი გადის საეთეროში, ეს წიგნი წაიგითხე და მოდი შემოდი მე ვილაპარაკო. საწერია რომ აიდი ბარათს აღებარი დაცემა. ახლა შუა ეთერში ვამატე, მოდი გადავიდეთ იმ საუბარზე, რაც საჭიროა და თქვენთან შემიძლია მე დღის განმავლობაში საუბარი ბატონო გიორგი. ეს მთელი წიგნი უნდა წაიგითხო რომ ყველაფერში გაერკვე. ხო, მაგრამ კონკრეტულად აიდი ბარათზე არის